ბოდრუმი. დედა, Anne neredesin? დედა, სათხარ მოვედი. გამარჯობა. გამარჯობა. აი, შენი მეგობარი მოვიდა. როგორ გაუხარდა? Hoş geldin. მიხარია შენი ნახვა. გმადლობ. Şöyle. მოდი. დაჯექი. ვიფიქრე ცოტას გავერთობი მეთქი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. ძმაო, ახლახან ჩამოხვედი, მოიცადე. სინან. გისმენთ ბატონო ჯემ. სუფრა გაგვიშალე. ყველი პომიდორი მოგვიტანე. რას დალევ? სულ ერთია. გასაგებია. ტელეფონით რაღაც ქორწინებაზე რომ მითხარი, ალბათ იხუმრე. Keşke şaka. ნეტავ ხუმრობა იყოს. Bir anlat. დაწვრილებით ამიხსენი, რა პრობლემაა? Anda. მოსისხლე მტრობა ჯემ. Töre უძველესი ტრადიცია. ანუ? Yani ანუ ჩემი ძმის ცოლი, ჩიჩეკი, abimin karısı Çiçek მორანების ოჯახიდანაა. aşiretinden. 10 yıl önce 10 წლის წინ ჩვენს ოჯახებს შორის მტრობა დაიწყო. ben Amerika'dan მე იმ დროს ამერიკაში ვსწავლობდი. ამ ამბავს ორივე ოჯახიდან ბევრი ადამიანი შეეწირა. çıktım. ბოლოს ჩემი დის ქმარი მოკლეს. Yapma. კარგი რა. Buranda Çiçek. კვლელი ჩიჩეკის ძმა იყო. Ne diyorsun? რას ამბობ? ტრადიციის გამო ქორწინებაზე დავთანხმდი. იძულებული გავხდი. ძმაო, როგორ დათანხმდი? 21 საუკუნეში რა დროს ტრადიციებია? Berdel mi olurmuş? Norveç'te yaşıyor. ისე ლაპარაკობ თითქოს ნორვეგიაში ცხოვრობდე ჯემ. Vay mı hayır demek? გონია ადვილია უარის თქმა. Sen de diyemezsen hiç. თუ არ შეგიძლია შენ მაგივრად მებიზამ ამას. ჯემ, სტამბოლში ადვილია, ბოდრუმშიც, მაგრამ იმ ხარეს ყველაფერი ტრადიციებზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით მორანების ოჯახში. Onlar nefes. ისინი მხოლოდ ტრადიციებით ცხოვრობენ. Ben Çiçek. იცი რა მოხდება ჩიჩეკზე რომ არ დავქორწინდე? O kız ya. საბრალო გოგოს მოკლავენ. Hadi kızdan bana. ასე რომ არ მოვიქცე. Ama kan davası. მერე დაპირისპირება ისევ განახლდება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. İçeri girer toprağa. Yok mu bir? ანუ გამოსავალი არ არსებობს? Ben bu töreyi ამ ტრადიციებს დავანგრევ. muhakkak. აუცილებლად დავანგრევ. Ama მაგრამ ნელ-ნელა, zaman. დროთა განმავლობაში.
Çok yorgun. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ. კარგი. Kalacağım mı? აქ დიდხანს დარჩები? არა. ბაზარტის. ორშაბათ სტამბოლში მივდივარ. ზენე ზამანდელი. შენ როდის დაბრუნდები? ორ დღეში. აქ სეზონი დამთავრდა. ვარს დავკეტავ და ჩამოვალ. Cem abi bakar. ჯემ, შეიძლება ერთი წუთით. Sen uyu biraz. წადი დაიძინე, საღამოს შევხვდებით. კარგი. Gmadlob, დიდი მადლობა. Gmadlob. არაფერს. Yardım edeyim. შემიძლია წაგიყვანოთ. არ არის საჭირო, შვილო ავტობუსით წავალ. სად ცხოვრობთ? ვითესთან ახლოს. მე წაგიყვანთ. ნუ შეწუხდები, შვილო, არ გინდა. რას ამბობთ? მაინც იქით მივდივარ. Buyurun. დაბრძანდით. Gmadlob, გიფიცები ძალიან დამეხმარე. Taşıyayım. გინდათ შეგატანინოთ. არა, ეს უკვე მეტის მეტია. Gmadlob, İyi günler. ნახვამდის. ნახვამდის. Anne. დედა, Yasin. იასემინ, Ne güzel şey. რა სასიამოვნო სიურპრიზია, შვილო, არ გელოდი. Hafta sonu iş yok. ერთი კვირა ვისვენებ და გადავწყვიტე ჩამოსულიყავი. İyi ya. კარგად მოგწეულ ხარ. სტამბოლი. Beni çağırtmışsınız. გალბატონო შაჰნურ, მე ძახდით? შემონდი, ჩიჩეკ. მოდი. Sana bir diyeceğim. შენთან სალაპარაკო გვაქვს. Ocağımıza ateş. ჩვენს ოჯახში უბედურება დატრიალდა, შვილო. Ciğerimizden. ყველა გავნადგურდით. Alnımıza ne? მაგრამ რა გაეწყობა? ასეთი ბედი გქონია. Rabbim kullarını imtihan et. ღმერთი ხალხს განსაცდელს უგზავნის. Elbet mükafat. იმედია მომავალში დაგვეხმარება. Babanla მე და მამა შენმა ველაპარაკეთ, შვილო. sen bu eve gelin. ჩვენს სახლში რძლად მოხვედი Kalacaksın. და რძლად დარჩები. Nasıl ya? ეს როგორ? ტრადიციები უნდა დავიცვათ. გარდაცვლილი ქმრის ძმას გახვევით ცოლად. Baba. მამა, Baba ya. მამა, არ გინდა. სავაშ ბალდარი ამას არ დათანხმდება. Neden de? რატომ არ დათანხმდება? Savaş. სავაში მტერი ხომ არ არის? ტრადიციებს არ დაარღვევს. Hayır. არა, Ocağın ახლა აქ არის შენი სახლი. ailen. შენი ოჯახი ვართ. მამა, მამა, თუ ღმერთი გწამს, აქ არ დამტოვო. ტრადიციების გამო ერთხელ უკვე გამწირე. მეორედ ნუ ღარ გააკეთებ ამას. მომჟორდი. მამა, მამა, გემუდარები. მომჟორდი მეთქი. შენ ბალდარების რძლად დარჩები. გალბატონო შაჰნურ, Şanrı'na ne oldu? ხო, გემუდარები. შემიბრალე. ნება მომეცით ვისწავლო. უნივერსიტეტის დამთავრებამდე 1 წელი დამრჩა. საგვარისია, დღეიდან აღარავით არის სწავლა. მორჩა. მამა, მამა, გემუდარები. ბავშვი აღარ ხარ, უკვე დაქრივდი. ჩვენს ოჯახში შენი ადგილი არ არის. აქ არის შენი სახლი. სავარს გაყვები ცოლად.
Şimdi oda. შენს ოთახში ადი შვილო. მე და მამა შენმა უნდა ვილაპარაკოთ. გვაბადიეთ ქალბატონო შაჰნურ. ძალიან გაათამამა დედამისმა. Oluyor böyle. ასეც ხდება ხოლმე. ლიცეუმში არ გავუშვით, მაგრამ შიმშილობა დაიწყო. მერე დავთანხმდით. ისწავლოს ლიცეუმშიო. ახალგაზრდა იყო, მერე უმაღლესი სწავლა დაიჯინა. ამაზეც დავთანხმდით. ახლა გიგოზეთ მეტი მოსდის. საკმარისია. Boşaval. სწავლისთვის ტყუილად დაკარგა დრო ბატონო ახმედ. Kız kısmını. ქალის ადგილი ქმრის გვერდითაა. ბოდრუმი. მადამ თუ ამბობ რომ ამ ტრადიციებს დაანგრევ, მაშინ ახლავე დაიწყე სავაში. ამნამი არ მესმის რატომ თანხმდები მასთან ქორწინებაზე. Tek başıma. მე ოჯახის უფროსი ვარ, ჯემ. Babam მამა გარდაიცვალა, abim. ჩემი ძმაც. Bütün aşı. ოჯახი ჩემს იმედზეა. Ben bu işte. შენი აზრით ფეხებზე რომ დავიკიდო და იტალიაში წავიდე რა მოხდება? Ne olacak o zaman? როგორ მივატოვო ოჯახი? Ailemi öylece nasıl bırakayım? როგორ ვაქციო ზურგი? Aşirete sırtımı nasıl döneyim? Bence anne. დედაც თავს არ დამანებებს. ზორბე ო, ძნელია, შენც მართალი ხარ. Her şeyi zaman. ყველაფერს ნელ-ნელა მოვაგვარებ. Mecburum. ასე მოვიქცევი. İsyan დაპირისპირებით არაფერი არ გამოვა. მომეცი. ნუ გონია რომ გაპატიე იასემინ. სასოწარკვეთილი იყავი და გავჩუმდი. ძალიან მატკინებული. ის გააკეთე, რასაც შენგან არ ველოდი. ჩვენი უბედურების მერე მეგონა ჩემი გოგო ასეთ რამეს არ გააკეთებს, მეთქი ბოლომდე გაუფრთხილდება თავს და ქალწულობას შეინარჩუნებს თქო. დედა ისე ლაპარაკობ, თითქოს პრობლემა მარტო ქალწულობაშია. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ეს არის. ჩვენ შენს პატიოსნებაზე ვლაპარაკობთ. არ იცი რა უპატივცემულოდ ექცევიან კაცები იმ გოგონებს, რომლებიც პატიოსნად არ იქცევიან. მარტო გოგონები რატომ უნდა მოიქცნენ ასე? მეჰმედთან მაშინაც კი არ დავწოლილ ვარ, როცა ქორწილამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. რა თქმა უნდა, არ უნდა დაწოლილიყავი. ასე იყო საჭირო, პატიოსნება შენი სიმდიდრეა. იმ კაცმა, რომლისთვისაც ამ სიმდიდრეს ვინახავდი, სხვა ქალთან მიღალატა. რადგან გამოიჭირე, ესე იგი პირველივე შემხვედრთან უნდა დაწოლილიყავი? დედა საკმარისია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. არა უნდა ვილაპარაკოთ. იმ კაცთან იწექი, რომლის სახელიც არ იცი. ხამით ვერ ვიძინებ. როგორ გააკეთე ასეთი რამ იასემინ? დედა გეყოფა. აღარ მინდა ლაპარაკი. არ არის საკმარისი. ვიხარ ახლა? საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა დაკარგე. დედა გემოდარები გაჩუმდი. ვიზე იძიე შური იასემინ? პირველივე შემხვედრთან დაწექი და ამით გინდო და მეხმედზე შური გეძია? ფეხმძიმედ ვარ, ფეხმძიმედ. რა? სტამბოლი. გამარჯობა. გამარჯობა. პრობლემა მოგვარდა? Ben მე ჩემი სათქმელი ვთქვი. დანარჩენზე თქვენი ლაპარაკეთ და შეთანხმდით. ამ ტრობამ ყველას ბევრი უბედურება მოგვიტანა, ქალბატონო შაჰნურ, რადგან შევრიგდით წარსულში ნუ არ დავბრუნდებით. ძალები გავაერთიანოთ და მტრებს ნუ გავახარებთ. თუ სუსტები აღმოჩნდებით, დავიღუპებით. მართალია. 10 წლის წინ რა კარგად იყო საქმეები. მორანები პროდუქტს ქმნიდნენ, ბალდარებს საზღვარგარეთ გაქონდა ვყიდდით. ხო, მერე შურიზიებამ დაგვასუსტა ფალა. წლებია ამ სიტუაციიდან გამოსვლას ვცდილობთ. ეს არც ერთი ჩვენგანისთვის არ იყო კარგი. რთული იყო ყველას ხრჭენა. kolay. არ არის ადვილი. ჩვენც თქვენსავით 10 წელია ათასობით ადამიანს ვარჩენთ. მართალია.
დავივიწყოთ წარსული. 10 წლის წინ როგორებიც ვიყავით, ასე იქნება მომავალში. მაგრამ ჯერ ქორწილი გადავიხადოთ. რა თქმა უნდა. სავაში დათანხმდა? ქალბატონო ნაზან. ხო, აჰმედ მორანი აქ რამდენ ხანს აპირებს დარჩენას? არ ვიცი. დროზე წაიყვანოს თავისი წყეული ქალიშვილი და წავიდეს. არა მგონია გოგოს წაყვანას აპირებდეს. და რომ დიდი ხნის წინ წავიდოდა. რას გულისხმობ? ქორწინებაზე ლაპარაკობს, ქორწინებაზე, როგორ არ გესმის? რომელ ქორწინებაზე, მუსტაფა? ამ საღამოს სულ გაგიჟდი? ის გოგო ჩვენი ოჯახის წევრი და რძალია, ამ სახლიდან ვეღარ გავუშვებთ. როდის დავიწყოთ? დავიწყოთ. თავარია საქონლის შესახებ გააფრთხილო. თქვენ თქვით ქემალს გაგაყოლებთ და დაპირისპირება დამთავრდებაო. მეც გავყევი. ჩემი ვალი მოვიხადე. ახლა თუ გინდა წამიყვანე, თუ არა და ნუ წამიყვან. მე მაინც მივდივარ აქედან. სად? ვანში. ჩემს ქალაქში. სადმე ვიპოვი თავშესაფარს. უნივერსიტეტს დავამთავრებ. ტრადიციების გამო ვეღარ გამწირავთ. ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. ქალბატონო ჩიჩეკ. ძალიან გაგათამამეთ. თავი ვინ გონია? შენ გონია ღირსება შემილახავ, მოხკლავ. როგორც კი გარეთ გახვალ, მოხკლავ. გასაგებია? მოხკლავ. გეპიცები მოხკლავ. მოხკლავ. აქ მოდი. ამ სახლიდან მხოლოდ კუდარს გაგიტანენ. ქალბატონო შახვდო, დღეიდან ჩიჩეკი თქვენი სინდისია. მე გაგაფრთხილეთ. თუ დაითანხმებთ ხომ კარგი, თუ არა დამოკალით. აბორტს გავიკეთებ. არა. ორ შაბათს ექიმთან მივდივარ. არა მეთქი. ვერ გაბედავ. ერთი შეცდომის გამო მთელი ცხოვრება ვერ დავიტანჯები. ამ ბავშვს მოვიშორებ. არა, არასოდეს. დედა როგორ გავზრდი? არა მეთქი, იასემინ. არა, არა, არა. შენც რომ დაგკარგო ამას ვეღარ შევეგოები. ვერ გადავიტან შვილ. იასემინ, გთხოვ. Hoş geldin. გამარჯობა. Hoş bulduk. გამარჯობა. Hoş geldin. გამარჯობა ძმაო. Hoş bulduk. გამარჯობა ეშრებ.
Yasemin. იასემინ, შვილო საუზმე მზად არის. Yasemin. იასემინ, Yasemin. იასემინ, Kahvaltı. საუზმე მზადაა. Yasemin. იასემინ, Yasemin. იასემინ, დედა ვიცი დაგპირდი, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია. შვილი გავაჩინო იმ კაცისგან, რომლის სახელიც კი არ ვიცი. დედიკო, გთხოვ, მეც გამიგე. დიდი შეცდომა დავუშვი. შენც დაგღუპე და თავიც დავიღუპე. ძალიან ნანობ. მაპატიე დედა გემუდარები. მაპატიე ძალიან მიყვარხარ. იასემინი. იასემინ. გამომართვით ქალბატონო. İyice კარგად ჩაკეტე? დიახ. Ne oluyor anne? რა ხდება დედა? Uğursuz niye მამამის რატომ არ გაყვა ის წეული? işine bak. ნაზან, შენ ნოერევი. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ძმაო. შვილო, Çabuk dön. მალე დაბრუნდი. ჩაის ახლავე დაგისხამთ. გმადლობ. Sen niye? ახლა სკოლაში არ უნდა იყო? წავალ რა მეჩქარება. ეს რა ლაპარაკია? Mustafa მუსტაფა იცოდე დაისჯები. hocası მასწავლებელი არ დადის და ამიტომ. Özel okul. კერძო სკოლაში? Bu okulun სკოლის შესახებ დაგელაპარაკები მუსტაფა. ჩიჩეკი რატომ არ ჩამოვიდა სასაუზმოდ? ჩეჩეკი ოთახში ჩაკეტეს. რა? Hadi kahvaltı. მიდი საუზმე. Ne demek? ეს რას ნიშნავს? mecbur bırak. თვითონ გვაიძულა. Babasına isyan. მამამის შეეწინააღმდეგა გაქცევა უნდოდა. Bizim namus. ეს გოგო ჩვენი ღირსებაა სავაში. თუ რამეს ჩაიდენს ძალიან შევრცხებით. გასაღები მომეცი. Çiçek çok gizli. ჩიჩეკი ძალიან ჭირვეული გოგოა. ჭირვეულებს კი ჭკუის სწავლება სჭირდებათ. უხაროდეს რომ დედა გასაღები მომეცი. მომეცი მეთქი. Tekrar söyle. კიდევ ერთხელ გიმეორებ. Kız mor. ეს გოგო მორანებს აღარ ეკუთვნის. ჩვენს ოჯახში შემოვიდა, ახლა ჩვენი ღირსებაა. Çiçek. ჩიჩეკ. Niye dağıldınız? რატომ ადექით? ჯერ არ გისაუზმიათ? Nazan geç sofraya. ნაზან სუფრასთან დაჯექი. არ მინდა. დაჯექი მეთქი. Endam. ენდამ, ჩაი დაასხი. Sonra ekmek. სუნაპური დაჭერი. Sen de bir შენ დროზე ისაუზმე და სკოლაში წადი. Berden mi? მართლა აქორწინებთ? Anne. დედა, ვიცი ამბობ. Berdeli kapı. ქორწინებაზე დათანხმდი? Doğru mu? ეს სიმართლეა? Evet. ხო. Sen de töre. ესე იგი შენს ტრადიციებს დაემორჩილე. სამწუხაროა. Boşuna okumuşsun. ყველად ისწავლე ამერიკაში არა? Önce bir dinle. ჯერ მომისმინე ჩიჩეკ. Öyle hemen. წინასწარ ნუ ბრაზო. Neyi dinleyeceğim? რა მოგისმინა? მეტყვის სისხლის ღრის შესაჩერებლად დავთანხმდიო?
მართალი ხარ რომ ბრაზობ. მაგრამ რას შეცვლის ეს ბრაზი? ხედავ? ოთახში ჩაგკეტეს. რა მოხდებოდა რომ გაქცეულიყავი? გიპოვიდნენ და მოკლავდნენ. საკუთარი თავი არ გეცოდება? ანუ ამას უნდა შევეგო არა? ისე მეკცევიან როგორც ნივთს. ნივთივით გამყიდიან და ჩუმად უნდა ვიყო. ამას მთავაზობ? არა. შეგუებას არ გთავაზობ. ისე მოიქეცი თითქოს თანახმა ხარ. მე შევცვლი ამ ტრადიციებს. ადრე თუ გვიან შევცვლი ჩიჩეკ. მაგრამ შენი დახმარება მჭირდება. დიდი კლანის უფროსად ამირჩიეს. მაგრამ ჩემი სურვილის კი არა, აუცილებლობის გამო. რადგან ასე მოხდა. შემიძლია რამე შევცვალო. მაგრამ თუ ავტორიტეტს არ მოვიპოვებ და არ მომისმენენ, ამას ვერ გავაკეთებ. მე და შენ უნდა გავერთიანდეთ. დაპირისპირებას აზრი არ აქვს. შენ ქორწინებაზე დათანხმდი. ო, დავთანხმდი. მაგრამ ერთი პირობით. ვთქვი რომ არ მოგეკარები. შენ ჩემი ძმის ცოლი ხარ. შენზე მხოლოდ ტრადიციების გამო ვქორწინდები. ტრადიციების, მხოლოდ ტრადიციების გამო. შენ ყოველთვის ჩემი დაიქნები. გეფიცები, სულ ასე დარჩები. უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება. დიახ. აბორტის გაკეთება მინდა. დროზე მოვაგვაროთ. დღეს შეიძლება? ერთი წუთით ახლავე ვნახავ. დიახ, დღეს შეიძლება, შეგიძლიათ 7 საათზე მოხვიდეთ. შემიძლია? მშიერი მოვიდე? ბოლო 4 საათი არაფერი ჭამოთ და არ დალიოთ. საერთო ნარკოს გაგიკეთებთ. კარგი, 7-ზე მოვალ. ვინც თანახმა ახელი ასციეთ? აზრა. ჯერ ამ ახალგაზრდა თანამშრომელმა თქვას. მიდით, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მომწონს. საინტერესოა. შვენიერია, მელოდიაც კარგია. ხუმრობა რა? საღამოობით სადერთობით ხოლმე ალბათ იმ ბარებში, სადაც ნაციონალურ მუსიკას უკრავენ. ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც მომისმენია. კლიენტს ვერ შევთავაზებ. მეც გეთანხმები, მართლა საშინელებაა. იასემინს ხომ არ ვკითხოთ აზრი? იქნებ მოეწონოს. ხო, მართლა სად არის იასემინი? მალე მოვა. ბატონო ბორა, თქვენ რა სიტყვით? თუ არ მოგწონთ, მუშაობა გააგრძელეთ. მითხარით მეგობრებო, იასემინი პრივილეგიებით რატომ სარგებლობს? თუ ღმერთი გწამს სისულელეს ნოამბობ, რა პრივილეგიებით? შვენიერია, ჩვენ რომ ვაგვიანებთ, სკანდალი ტყდება. ის, როცა უნდა, მაშინ მოდის. ზოგიერთებს ასეთი ბედი აქვთ. რას ვიზამთ? რა ხდება? მე მივდივარ. აქ ჩემი ადგილი არ არის. ოჯახ, დროზე მიხვდი. რა ადამიანები ხართ? რა საჭიროა ეს თავხედობა და დაცინვა? ცოტა უმობიერება გამოიჩინეთ. მართალია ძალიან გემოვნებიანად გაცვიათ, მაგრამ საშინელი ადამიანები ხართ. გესმის რა გააკეთე? ჩათვალე რომ ამ განხრით ვეღარ იმუშავებ. არც ერთი სააგენტო არ მიგიღებს, ხვდები არა? ჩემთვის სულ ერთია. მირჩევნია შიმშილით მოვკვდა, ვიდრე თქვენ ერთ ცხოველად ვიქცე და ადამიანობა დავკარგო. აიშე, წამოდი ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ. არ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია თქვენ სააგენტოს, ავადმყოფებო. ვერ ვიჯერებ. გოგო, მამდენი უსიამოვნო რამ თქვა, თქვენ კი იცინით.
რადგან აქ მუშაობთ და წარმატებას აღწევთ, ადამიანობა დაკარგეთ? სევგი, თუ ღმერთი გწამს, ნუ აზვიადებ. შეზე საერთოდ არ იმოქმედა ამ გოგოს სიტყვებმა, ალფაი. Etkilendim. იმოქმედა, როგორ არა. Gerçekten iyi sıvadı bizi. მაგრამ ბევრი საქმეა და ამის დრო არ მაქვს. Şu anda buna zaman ayıramayacağım. ჰო, Evet. ბევრი საქმე გაქვთ. Meşgulsünüz. ეს ის ძეხვია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. რეგიონებში კარგად იყიდება. ბაზარზე ყველაზე იაფასიანი პროდუქტია და ყველაზე უარესი. არც ისე ცუდია ბატონო სავაში. სახლში ამას ჭამ? მიპასუხე. შენს შვილებს მართლა ამას აჭმევ? იცით, ისეთ პროდუქტს ვყიდით, რომლის ჭამაც შეუძლებელია. ეს რა არის? ძალიან უბრალო შეფუთვაა. მიძია, საქონლის გასაყიდად პირველ რიგში კარგი შეფუთვაა საჭირო. თუმცა რა აზრი აქვს? როცა პროდუქტი უხარისხოა. კარგი, შეფუთვას შევცვლით. არ ღირს ბატონო ფალა. ძალიან ძვირი დაждდება. აუცილებლად შევცვლი. მოვიცლი ამისთვის, არ ინერვიულოთ. ნახვამდის. Hadi. ბედრიერა ჩვილო. Savaş. საბაშ. Oğlum akşam საღამოს არ დაიგვიანო, ხომ იცი? ვიცი, ბიძია. მაგიდაზე დავდე. კარგი. Merhaba. გამარჯობა. Nerede kaldın? საათ ხარ ამდენ ხანს, იასემინ? თათბირის შესახებ მეილზე მოგწერე, ბევრი კითხვა აქვს ჩვენთან. Ne çıkış? იასემინს ნუ უბრაზდები. Bir işi var. ალბათ საქმეები ქონდა. Keyfinden geç kal. ისე უბრალოდ ხომ არ დააგვიანებდა. Özür dilerim. ბოდიშ გიხდი სევგი. ალბათ ყველაფერს მოვაგვარებ. ამას შეხედე. Adamları oyalayacak. დავიღალე ამათი გართობით. ბორამ გიკითხა. რატომ დავიგვიანე? არა, Alıngan. ისევ ცუდ ხასიათზეა.
ბანკო ენეტაზე უნდა ველაპარაკოთ. კარგი, ახლა ვემოვალ. რა გჭირს? არაფერი. კარგად ხარ? კარგად ვარ. არაფერია. უბრალოდ დილით ჩამოვფრინდი და დავიღალე. კარგი გასაგებია. ბოდრუმში იყავი? ხო. აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან. ტაქსი. დავბრძანდით ხელბატონო. კულედები შეგთხოვთ. სავაში ზევითაა? ზევითაა. ელაპარაკე? პრობლემა ხომ არ შეიქმნება? ნუ ნერვიულობ. ხელბატონო შაჰნურ, იმამი როდის მოვა? მალე მოვა. ძალიან მალე. ჩემს სიტყვებზე დაფიქრდი. ხომ დამეხმარები? გთხოვ, რამე მითხარი. იმედია ჩემმა გოგოებმა კარგად შეაბარეს გამოცდა. დღეს დაიწყო გამოცდები. გთხოვ, აბა ნახე. კარგი, შეხედე. სითარე. შეგიძლია ტაქსი გამოიძახო? რა თქმა უნდა. დაიჭირე? დერია შვეიცარიიდან ჩამოუტანე შოკოლადები. გმადლობ. ერთი წუთით გძალია? რა მოხდა? ხვალ სამსახურში ვერ მოვალ. რატომ? ჩემს მეგობარს ოპერაციას უკეთებენ, მასთან უნდა ვიყო. რომელ მეგობარს? შენ არ იცნობ. გთხოვ, რამე მოიფიქრე. გამომართვი. იასემინ. ნახვამდის. მესმის რომ როცა ბატონი ბორალ ამას გალს ხედავს, ძალიან იბნება, მაგრამ სევგის რა სჭირს? რატომ იქცევა ასე? რა ვიცი, მეც ვერ გავიგე. Yasemin. იასემინ. იასემინ. Yasemin. იასემინ. Buyurun. გთხოვთ. გამარჯობა. 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 დედა, შეიძლება ქვევით ჩავიდე ბებიასთან? ჩემთან იყავი. ბებიას არც ძალია. შეიძლება ბიცოლა ჩიჩეკთან წავიდე. შენი ბიცოლა არ არის, ნუ ეძახი ასე. ის გოგო მამა შენის. მოდი ჩემთან. მოწმობები მზადაა? სავაში ახლა ვემოვა. დადი საპატარ ძლოს მოწმობა გამოართვი. კარგი. ექიმ აიშეგულო ზილმაზის ქალთა კლინიკა გისმენთ? თქვენი მისამართი მითხარით. ვიწერ. იმამი მოვიდა?
მოვიდა. შევი ჩემოდი. ჩიჩეკ მოწმობას მომცე. ჩიჩეკ. მოგცემთ. ტაქსი. 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 სავაშ ჰასიფიძე თქვენ ხართ? მე ვარ. ჩიჩეკ აჰმეთის ასული საბადარზოს წარმომადგენელი აქ არის, მე ვარ. სავალდებულო გადასახადის რაოდენობა შეაფასეთ? 1000 ოქრო. أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم الحمد لله الذي قال في كتابه وينكحوا الأيام منكم والصالحين من عبادكم وإمائكم إن يكونوا فقراء يغنيهم الله من فضله والله واسع عليم صدق الله العظيم. ვერაფერს ვერ იგრძნობთ, ქალბატონი იასემი. ვიცი. როგორც საბადარზოს წარმომადგენელი თანახმა ხართ მათ მიერ შეთავაზებულ პირობებზე? დიახ. თანახმა ხართ? დიახ. ბატონო სავაშ, გთხოვთ მიპასუხოთ. თანახმა ხართ ცოლად შეერთოთ ჩიჩეკ აჰმეთის ასული და გადაიხადოთ შეთანხმებული ოქრო. თანახმა ვარ. თანახმა ხართ? რომელიმე წამალზე ალერგია ხომ არ გაქვთ? არა. თანახმა ვარ. თანახმა ხართ? თანახმა ვარ. وفي الآخرة حسرة وقنا عذاب النار برحمتك يا أرحم الراحمين وسلام على المرسلين والحمد لله رب العالمين الفاتحة. ხვალ კარგად დაისვენეთ. გილოცავთ, გმადლობთ. გილოცავთ. გმადლობთ. გილოცავთ. გული ხომ არ გაწუხებთ? იასემინ, აქ შემოსვლა არ შეიძლება. დედა. ეს საქმეც მოგვარებულია. ისევ დავნათესავდით ქალბატონო შაჰნურ. ახლა ჩიჩეკი ისევ თქვენი ოჯახის წევრია. ჩემი უფროსი ქალიშვილი ქორწინებამდე დაფეხმძიმდა. მე თვითონ წავიყვანე აბორტის გასაკეთებლად, შემეშინდა რომ შევწყვებოდით. ასე რომ ჩემი ბრალია მისი სიკვდილი. დართულებები ჰქონდა? გვითხრეს რომ საშვილოს ნოსატონია ჰქონდა. სისხლდენო ვერ შეუჩერეს. ხელებში ჩამოკვდა. შეიძლებოდა მისი გადარჩენა. ბოლოს და ბოლოს საშვილოს ნო მოეჭრათ. ვერ გადაარჩინეს, ექიმო, ვერ გადაარჩინეს. მხოლოდ 23 წლის იყო. დედა, გთხოვ, რადგან ჩემი და გარდაიცვალა მე. არა, იასემინ. გაჩუმდი. ნუ ამბობ რომ ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა. ექიმო იასემინის გარდა არავინ არ მყავს. მასაც რამე რომ დაემართოს. ვერ გადავიტან. საშვილოს ნოსატონია იშვიათი შემთხვევაა. თან ეს შესანიშნავი კლინიკაა. მილიონში ერთი შემთხვევა. მილიონში ერთი და ისიც შენს დას დაემართა.
მე გადავწყვიტე. გთხოვთ დედას ამის გარანტია მიეცით. არც ერთი ოპერაცია არ იძლევა 100%-იან გარანტიას. აი ხედავ? კარგი, მაგრამ ასე რომ ამ შემთხვევაში ჯობს აბორტი არ გაიგეთოთ. რა? კი, მაგრამ იასემინ, ძვირფასო. სანამ ჩამოვფრინდებოდი, სულ შენზე ვფიქრობდი. დავშვიდდი. საშინელი რაღაცეები წარმოვიდგინე. დედა, გთხოვ. წარმოვიდგინე, რომ შენი დასავით სისხლისგან იცლები. საპატარძლო კაბით გასაფლავებ. შენს დაკარგვას ვერ გადავიტანი, იასემინ. დედა, ნუ ტირი, გთხოვ. თუნდაც მილიონში ერთი შემთხვევა იყოს, არ შემიძლია. დედა, დამშვიდდი. მორჩა. წავიდეთ აქედან, შვილო, გემუდარები, იასემინ. შვილო. წავიდეთ, გთხოვ. კარგი, დედა. აბი, ძმაო, მისარფი სტუმრები მიდიან. გილოცავთ. გმადლობთ. გილოცავთ. გმადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის, გილოცავთ. გილოცავთ, ქალბატონო შაჰნურ. Gile. ნახვამდის. Hepimize. ნახვამდის. ბედნიერი ხარ, ბიძია აჰმედ. შენი ოჯახი დაიცავი? შენი წყალობით სიძევ. ღირსება დავიცავი. ქალიშვილი ნივთივით გაყიდე. ჩანაც ორჯერ. ახლა მშვიდად დაიძინება რა? ენდამ. ოჯახის წინაშე ნუ შემორჩენ. 1000 ადამიანი უნდა გამოყვებოთ. რადგან ხასიფი მოკვდა, არ შეიძლება ხალხი მშიერი დავტოვოთ. ამას ვერ გავაკეთებთ. რას ამბობ, მინდობებს მშიერს? ხვალ რისთვის მივდივარ ვანში? სახლებში 1000 ტონა ნახშირს დავარიგებ. ეს საქმე მოაგვარე? მოვაგვარე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. 3000 ტონა. 100000 ლირა. ძველ ფულზე 3 მილიარდია. მხოლოდ ნახშირზე. როდიდან აქცევენ უფროსები ყურადღებას რა ღირს კეთილის საქმეები, ფალა? ჩვენ არ შეგვფერის ფულის დათვლა. ჩემი კეთილშობილი და ნამდვილი დედოფალი ხარ. ერთადერთი ხარ ამ ქვეყნად. მართალი ხარ. არ შეიძლება კეთილი საქმეების დათვლა. მაგრამ ფული ციდან ხომ არ წვივა, ხომ გესმის? ეს ჩემი საქმე არ არის. რაც საჭიროა ის გააკეთე. გავაკეთებ, რა თქმა უნდა გავაკეთებ. დროულად შევურიგდით მორანებს. თუ ორი კლანი გაერთიანდება, გმადლობთ.
Anne seni anlamıyor. დედა შენი ვერ გავიგე. Gerçekten anlamıyorum. მართლა არ მესმის. Bekaretini მე უბნებოდი ქალწულობას გაუფრთხილდიო. მე კი არ გაუფრთხილდი უცნობ კაცს დამიწექი. ამან გაგანადგურა. საშინლად ინერვიული, ახლა კი გინდა რომ იმ უცნობისგან შვილი გავაჩინო? რატომ არ მესმის? აქ ახალი სიცოცხლეა. ეს შენი შვილი და ჩემი შვილიშვილია. ნიშნულობა არ აქვს, მამა ვინ არის? ეს ბავშვი იცოცხლებს. შენ ციცოცხლებ. ხავა გაგიცივდა. ჩემს ქმარს ძალიან უყვარდა ეს ოთახი. შენთან შეუთანხმებლად არასოდეს იღებდა გადაწყვეტილებებს. ასე გავაკეთოთ ჩახნურ. ასე მოვიქცეთ ჩახნურ. აი ასე იყო. იმიტომ რომ პატივს მცემდა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. პატივისცემის გამო კი არა, იმიტომ რომ შენ ჭკვიანი ქალი ხარ. რადგან ჰასიბი ჩვენ გვერდით აღარაა, ახლა რჩევებს შენ მოგცემ ამ ოთახში. ქალბატონო შაჰნურ, აბა შენიც. რას აკეთებ, სუნა? თქვენი ნივთები გადამაქვს. აი მოვიტანე. მომიცი. თქვენს დასაცმელს კარადაში დავკიდებთ. ვინ გთხოვათ ჩემი ნივთების აქ გადმოტანა? ქალბატონმა გვიბრძანა. რძლის ოთახში თეთრეული გამოცვალეთ და სავაშის ნივთები გადაიტანეთო. ყველაფერი ჩემს ოთახში გაიტანეთ. ახლავე. დედა, მე რა გითხარი? რა? გითხარი თუ ტრადიციების გამოა საჭირო ჩიჩეკზე დავქორწინდები, მაგრამ გოგოს არ მივეკარები მეთქი, ხომ გითხარი? რა? ჩიჩეკი ჩემი რძალია და ყოველთვის ჩემს დადარჩება მეთქი, არ გითხარი? შველა. ჩემო ძვირფას. არ მესმის რატომ ერთულებს საქმეს? ოჯახის უფროსი ხარ. პასუხისმგებლობა გაკისრია. მამა დაკარგი. ძმაც დაკარგი. დიდი ტკივილი გადაიტანე. დაიბენი, მაგრამ დროა გადაწყვეტილება შეცვალო. გონია შენს ჭკუაზე ვევლი? სავაშ. ახლა ჩიჩეკი შენთვის დასავითაა. მაგრამ დრო გავა. დამშვიდდები, პრაზი გაგივლის. გადაიფიქრებ. დამიჯერე. ეს არასოდეს არ მოხდება. დროთა განმავლობაში მოგვარდება. შვილო. ჩემო ძვირფას. ჩვენი გვარი უნდა გააგრძელო. შვილები გეყოლებათ. გონია დამიმორჩილება რა? მისმინე დედა. მამა ჩემი ნუ გონი ვარ. არც ჩემს ძმას ვგავარ. არც ბიზია ვარ. შენი სათამაშო არ ვარ, გასაგებია? მე სავაშ ბალდარი ვარ. არავის არ მივცემ ჩემი დამორჩილების უფლებას.
ვისკი და მისხი. Nasıl olacak? რა გავაკეთო? მე მივხედავ. ბავშვს მე გავზრდი. ბოდრუმში? ხო. მეზობლებს რას ეტყვი? ვეტყვი, რომ ჩემი შვილი-შვილია. რომ გკითხონ, ქალიშვილის ქმარი სად არის? ვეტყვი, რომ არ გათხოვილ ხარ. ქმარი არ ყავს. და ამის არ შეგრცხვება? არა. ვიტყვი, ერთი ქალიშვილი მყავს და ძალიან მიყვარს მეთქი. აი ასე ვიტყვი. ვანი წამოდი ვისაუზმოთ. იქნება არ წამოვიდე და ნაზანს შემიდანახვა არ უნდა. რა სისულელია, წამოდი. მიდე შვილო რძადალი. გემრიელად მიირთვით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დაგაგვიანდათ და სხედით. ჩიჩეკ დაჯექი. მურთუგა არ გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს. ახლავე მოვიტან. ჩიჩეკ, შენ პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდი? ხო. რომელ კურსზე? ბოლოზე. წელს უნდა დამამთავრებინა. რას ამბობ? რამდენი გისწავლია? ცუდია თუ არ დაამთავრებ. რომელიმე კერძო ინსტიტუტს მოვძებნი. საბუთები შევაგროვო და სწავლა გააგრძელე. სავაშ. შვილო ეს სოდვაა. სწავლაზე ნოელაპარაკებ. ნოეთამაშების საბრალოს. რა თამაში დედა? მე სერიოზულად ვამბობ. რა?
Burada bir özel üniversite დედა yapacağım. ჩიჩექს კერძო უნივერსიტეტში ჩავრიცხავ. Karım değil mi? ჩემი ცოლია. რაც მინდა იმას ვიზამ. ჩვენს ბიზნესზე რა იცი ეშრებ? თქმულსმაო, რას და უკანონო ბიზნესს, შავ ბუღალტერიას, მაკინაციებს. იცი რამე? რას ამბობ? მე არაფერი არ ვიცი. ეშრებ, გისმენს მაო? შენი ნდობა ხომ შემიძლია? ხომ არასოდეს მიღალატე? რას ამბობ ძმაო, არასოდეს. შენს ღალატს ნამდვილად სიკვდილი მირჩევნია. დღეიდან ჩემი მარჯვენა ხელი იქნები ეშრებ. მხოლოდ ჩემს ბრძანებებს შეასრულებ. როგორც მეტყვი ძმაო. რამეს გრძნობ? არა. Hiçbir şey hisset. არაფერს არ გრძნობ. Yakında აი ნახავ, მალე იგრძნობ. ისევ ქალბატონი იასემინისთვისაა? დიახ. ეს უკვე მე რამდენია? ამ კვირაში მეხუთე. ჩაი მომიტანე. Mehmet'ten ისევ მეჰმეთისგან არის? ხო. ne yazmış? რა წერია? Aynı şeyler mi? ისევ იგივე? ამჯერად მოკლე წერია, გემუდარები მოპატიე, სულ ესაა. Çocuk იმ ბიჭს ძალიან უყვარს. თან ნანობს. pişman. Hayret bir şey ya. დაუჯერებელია, ყველას იასემინი უყვარს. Bulunmasını tıkımaşız. მაგრამ ჯერ ისევ მარტოა. Kim ölüyor ki? კიდევ ვის უყვარს? Bora Bey. ბატონ ბორას. Fark et- არ შეგიმჩნევია? Nasıl yani? ეს როგორ? Hiç fark etmiyor. მართლა არ შემიმჩნევია. Fark etmiyorsun. როგორ ვერ შეამჩნიე ჩვენ ყველას გვეჭხუბება და გვიყვირის. იასემინს დაინახავს და უხარია. Yüzünde güller açıyor. მაშინ ვეიღიმება. გიოქან, არ მესმის როგორ ერკვევით ამ ანგარიშებში. რას გულისხმობ ბატონო სავაში? ამ საბუთებით გაკოტრებულები ვართ. და არაფერს არ გვიხდიან. სამწუხაროდ ასეა ბატონო. ძალიან დავზარალდით. მაგრამ ფაბრიკა მუშაობს. ფულის პრობლემა არ არის. თუ დავზარალდით, რითი ვარსებობთ? ბატონო, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ანუ შავ ბუღალტერიას გულისხმობ? მე არაფერს არ გულისხმობ. ისმინეთ. შავი ბუღალტერია ნებისმიერ ფირმაშია, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. Ama bu çok fazla. მე არაფერი ვიცი, აპატიეთ. Tamam, კარგი, შეგიძლია წახვიდე. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზეზია. ვიცი რომ ამ კონკურსში თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ ალბათ გაიგეთ რომ კონტრაქტი შევცვალეთ.
დიახ, რა თქმა უნდა. აქ ამიტომაც ვართ. გვინდა სიტუაცია განვიხილოთ. ბატონო ბორა, მისმინეთ. თქვენი ამოცანა კომპანიის რეკლამაა. ამაში ვერ ჩავერები, მაგრამ მე რაც მინდა ეს შვენივრად ვიცი. დიახ, რა თქმა უნდა. თუ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ქალბატონ იასემინს ბანკ ვენეტაზე დღე და ღამე მოუწევს მუშაობა. გვპირდებით აქ საუკეთესო პირობებს შევუქმნით. ეს შეუძლებელია, ამაზე ვერ დაგთანხმდებით, ბატონო ერმან. ქალბატონი იასემინი X-Large-ის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია. ის არავის საკუთრება არ არის და არც გახდება. ვერ დავუშვებთ. ძალიან მომწონს თქვენს პერსონალს რომ იცავთ, მაგრამ აგრესიული ხართ. ქალბატონო იასემინ, სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა. თქვენთანაც, ბატონო ბორა. ჩემთვის ეს, ბატონო ერმან. ხო, ჩამოდი. დროზე ჩამოფრინდი. როგორ არ გესმის, მჭირდები. მე ძალიან მომენატრე. ჩემო ძვირფასო. კლიენტთან წავიდნენ? ხო. გამარჯობა. გამარჯობა. დანარჩენები სად არიან? თქვენს კაბინეტში თათბირისთვის გელოდებიან. თუ პროექტი იასემინი უხელმძღვანელებს მეწავალ. მეცადე იქნებ შეკვეთა არ მოგცენ. მეგობრებო, ბანკი ვენეტა ჩვენია. ბატონო ბორა, წელს ყველა ჯილდოს ჩვენ მივიღებთ, გპირდებით. ჯილდოების მიღების მოდა დამთავრდა, ახლა მთავარი შეკვეთებია საზღვარგარეთიდან. თუ ბანკ ვენეტას იტალიური რეკლამის შეკვეთასაც მივიღებთ, ძალიან გაგვიხარდება ბორა. არა, ეს უკვე მეტის მეტია. ბატონო ბორა, შამპანურს ხომ დავლევთ? რა თქმა უნდა, დავლევთ. იასემინი სად არის? ჯერის მოვიდეს. იასემინ. მოვდივარ. პროექტის კოორდინატორი დანიშნეს? დავნიშნე. იასემინი იქნება. ის ჩვენი პრინცესაა. ის რომ არა პროექტს ვერ ვეღირსებოდით. ვერ ხსნი. სავარცხელი, თოქა, ამაგრი, ლარ. ები ეს რასვა? ვერ ხედავ. სათვალე არ მაქვს. ვიძა შენს კითხე. ები ეს რასვა? მე მეცადინეო. ბორან. შეხედე სავარცხელი. თმის სამაგრი, ლირა. ოჯახ. რა მალე იმახსოვრებ? დაუნაზან, ბორანმა კითხვა იცის, შენასწავლე? დადი, ზევით ადი. იქ წაიკითხე. ადი. დაო, რატომ იქცევი ასე? არ მინდა რომ ჩემ შვილს მიეკარო, გასაგებია? ენდამ, ყველაფერი აალაგე და ზევით აიტანე. ღმერთმა დაგლოცოთ. გვადლობთ. დიდი მადლობა. გვადლობთ. არაფერს.
ღმერთმა დაგლოცოთ. გმადლობთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობთ. არაფრის. რესულ. ყველაფერი რიგზეა. მშვენიერია. მზადაა. წამოდით ჩაიდავლიოთ. მადლობთ ბატონო. არაფერს. გისმენ. ყველაფერი მოვაგვარე. კარგი. წავედით. კლიენტს ასესურს. უნდა რომ ბანკის რეკლამაში სტაბილურობა და სიძლიერე ჩანდეს. კარგი, გასაგებია. კარგი გავიქეცი ბატონი ბორა მელოდება. სახლში წამიყვანს. კარგი. ღამე მშვიდობისა. რა ხდება? დილით მოყავს, საღამოს მიყავს. ასლან. იმ გოგოს იცნობ ასლან. პირველად ხედავ ბატონოჯო. თურქია? თურქულად ლაპარაკობს. რა შეუკვეთა? წითელი ან შავი ნებისმიერი ღვინო. მე მომეცი. ბრუნელო დი მონტალჩინო 2002 წლის ჩამოსხმა. მუქი ქარვისფერი, ზაფხულის არომატით. სასიამოვნო დასალევი, მშრალი, ცოტა მაგარი. დიახ. ტოსკანის რეგიონი. სანჯიოვის ვენახები წითელი ღვინთან დღეს უკვე დავლია. სხვა მომიტანეთ, მარკას მნიშვნელობა არ აქვს. ახლავე. თქვენ დეგუსტატორი ხართ? არა, კლიენტი ვარ. მეგობარს უნდა შევხვდე, ველოდები. თქვენი მეგობარი ჩვენი ხშირი კლიენტია? არ ვიცი, როცა მოვა თვითონ ვკითხეთ. აი, სათყოფილ ხარ. სავაში. ძვირფასო. ძალიან მომენატრე. მეც. როგორ ხარ? ნორმალურად იმგზავრე? ხო. მოიცა კარგად შემოგხედო. მოვდივარ. დედა ლეილა. არ გწვენია? ამ სახლში როგორ მოხვედი? დედა ლეილა, მომისმინე. გაითრი აქედან. გთხოვთ, უბრალოდ ლაპარაკი მინდა. მოსერწყელო არ მზად. აქ აღარ მოხვიდე. გემუდარებით. ჩვენი ურთიერთობა გაიხსენეთ. გონია ის ტიპი გაგვაწვალებს? ვინ? ის თავმომწონე? ო. არა, მგონია. ვფიქრობ თავს იფასებს. ძალიან მშია. სუში ვჭამოთ? არ შემიძლია. დედა მელოდება სახლში. ბოდრუმიდან ჩამოვიდა. მაშინ სხვა დროს იყოს. ძმაო, გეთქვა რომ შენი მეგობარი ჩამოდიოდა, კარგად მოვემზადებოდი. მოემზადებოდი? რას გააკეთებდი? მე სამზარეულოში გავალ. ხომ არ შეგაწუხა? როგორ გითხრა? ცოტათი. ყველა ქალს ებრანჭება, ასეთია.
სავაში. რა პრობლემები გაქვს? ხო მოგიყევი. ამას საწარმო არ ქვია. არც ანგარიშები, არც ჩანაწერები, საშინელი პროდუქცია. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. თანაც ეჭვი მაქვს, რომ ჩვენებს კომპანიაში შავი ბუღალტერია აქვთ. ეს ხომ თურქეთია. ყველგან არის ეს პრობლემა, ხომ იცი? გადასახადებსაც მალავენ. კარგი, რით შემიძლია დაგეხმარო? შენგან დახმარებაზე უფრო მეტი მინდა, ნადია. მინდა ჩემთან იმუშაო. იტალია დატოვე და აქ გადმოდი. კომპანიის გენერალური დირექტორი იქნები. რა? ხო. ძალებს გავაერთიანებთ. ჩვენს ნიჭსა და გამოცდილებას გამოვიყენებთ. ბალდარების პროდუქციას უმაღლესი ხარისხით გამოუშვებთ. წარმოიდგინე, პირველები გავხდებით. თაროები სავსე იქნება ჩვენი პროდუქციით. რძის პროდუქტებზეც ვიფიქრე. ჩვენს ქვეყანაში ისეთი ყველია, რომ გასინჯებს, სხვა არ მოგინდება. იცი რატომ მიყვარხარ? იმიტომ რომ სიმპათიური ვარ. შენი სიძლიერის გამო. იმის გამო რომ მოცნებების არ გეშინია. წავედით. სად? დიდი მადლობა, ძალიან შეგაწუხეთ, ბატონო ბორა. არაფერს რა შეწუხებაა, ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. დედა, მოვედი. გამარჯობა, იასემინ. აბა, შეჯამ? შენ თუ მთხოვ შევჭამ. არავითარ შემთხვევაში. ნამდვილად არ გაგიზვიადებია. შეფუთვაც საშინელებაა. საწყობები შორსაა? ხო, ალტინჩე ჰირდეში. ხომ არ დავათვალიეროთ. ასე გვიან, გაგიჟდი? როდის იყო დრო მაღელვებდა? ვიცი დრო შენზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლახან ჩამოხვედი და ღლილი ხარ. ხვალ ნახოთ საწყობები, ახლა სასტუმროში წაგიყვან. სავაში, კარგი რა გთხოვ. მისმინე, რადგან აქ ვართ, წავიდეთ, თორემ გენერალური დირექტორის გარეშე დარჩები. არანორმალური ხარ, გეფიცები, არანორმალური ხარ. გამარჯობა, ბატონო. გამარჯობა. ჩვენი მეგობრები საწყობში მუშაობენ. რას აკეთებენ? საქორემოს პირთავენ. სადირთო ახლახან მოვიდა.